ბავშვობიდან არ მესმოდა ადამიანების, რომლებიც საკუთარი ქმრის საყვარელთან მიდიოდნენ და თმით ითრებდნენ ხოლმე. ან შვილს რო ვიღაცა ცუდ სიტყვას ეტყვის, ან დაცინის და დედა მის დედასთან აგვარებს ამ პრობლემას. ან ესეთი გამოთქმები და მოსაზრებები რო აქვს, რომ ჩემს ქმარს ვიღაცამ წამის კეთება დააწყებინა, ვიღაცამ ბაღში სიცხიანი და ვირუსიანი ბავშვი მოიყვანა და მერე სხვებს გადაადო. ან ვაიმე ევროპა არ შემოვიდეს, თორემ მერე აქაც კაცები გათხოვდებიან. მე ვერ ხვდები ერთ რამეს. ანუ შენ გიღალატა შენმა ქმარმა და ამ დროს მიდიხარ სხვა ქალთან, რომ ის ითრიო თმით. ჯერ ეს ხო საზღვრობა ქალი რო ქალს ხელი შეეხება საკუთარ თავს რო უფრო მეტად იმცირებ ვიდრე იმ ვიღაცას, ეგ გავიგეთ. მერე მეორე იმ ქმართან რო რჩები, ვინც ვიღაცამ შეაცდინა, კაცი მაინც კაცია, ქალი ჩემტერ შეუჩდა და მე აგრძელებთ ესე მესამე შვილს რო ჩემთან მეოთხეს და ბედნიერ ცხოვრებას. ეგ კიდე მარაზმი და კიდე უარესი რა არის ჩემთვის, რომ თავი რომ მოგაქვთ მე ესეთ ქალებს. აუ რომ მოვკიდე, ხელი მეზობლემაძის გამაშვები ესო. ახლა რა შეეხება ბავშვებს. სამყაროში ბევრი ბოროტი, უვიცი, შეუგნებელი და ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს. რა თქმა უნდა, ბევრი პროვოკატორიც არსებობს და თქვენს შვილებს მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად გადაეყრებიან ადამიანები, ვინც პოპულარიზაციას გაუწევენ ნარკოტიკს, თამაშს, მოპარვას, ყაჩაღობას, ჩხუბებს, გარჩევას და 1000 უბედურობას, მაგრამ თქვენ მთელი ცხოვრება ვერ გაყვებით თქვენ შვილებს და მათ მაგივრად ვერ, ესე ვთქვათ, მოიგერიებთ ამ პროვოკატორებს. ანუ სადაა გამოსავალი? ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს შვილებთან და არა სხვებთან. თუ ჩვენს შვილებს ექნებათ მყარი ნებისყოფა და საკუთარი პოზიციის ჯიუტად დაცვის უნარი, ვერავინ ვერ დააწყებინოს ვერ წამის კეთებას. მთელი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სტუდენტობაც და მერეც ჩემს ირგვლივ ალბათ ყველა ქალი ეწეოდა სიგარეტს. ცდილობაც ხშირად იყო აყოლიების, ესე ვთქვათ, რომ რა არის რა გოიმობა დღეს ვინ არ ეწევა და ასე შემდეგ, მაგრამ არასოდეს თავის ხება არ არის ესეც, ვისაც რა უნდა ის მოწიოს, უბრალოდ იმის ახსნა მინდა, რომ არ მახსოვს ცხოვრებაში ვინმეს ზემოქმედებით რამე გამეკეთებინოს. არც კარგი, არც ცუდი. მე ყოველთვის ჩემი გონება მაქვს, მე გამსაზღვრავ რა ჩემთვის კარგი და ცუდი და მე ვაკეთებ და ვაფუჭებ რისი გაკეთებას და გავუჭირდეს მინდა. ამას ვასწავლით ჩემს შვილებს. ბავშვებთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ დამოკიდებულებებზე. ანუ უნდა ავხსნათ, რომ სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდება, ვინც ეცდება მათ გადაყოლიებას ცუდისკენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თვითონ არის ჭაობში, ყოველთვის ცდილობს, რომ სხვების ჩაითრიოს. და როგორ უნდა გაუძლოს ამ ცდუნებებს, აი ეგ უნდა ვასწავლოთ ჩვენ. აუცილებლად უნდა მოძებნოთ ყველა ბავშვი, ყველას აქვს აბსოლუტურად რაღაც ნიჭი, დავეხმაროთ მის განვითარებაში, დავეხმაროთ მიზნის დასახვაში, გეგმის გამომუშავებაში. და თუ ბავშვი არის მიზანდასახული და ესე ჯიუტად მისწრაფვის მისკენ, გზადაგზა იმას, რაც არ უნდა შეხვდეს, არ გადაუხოს, არ არსებობს. ოღონდ ეს მიზანი უნდა იყოს მისი და არა თქვენი. და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვერასოდეს გამოვლებთ ისეთ მშობლებს, რომლებიც ვირუსიან ბავშვი მიყვას ბაღში, შენ უნდა იმუშაო შენი შვილის იმუნიტეტზე, იმიტომ რომ რა ვიცი, მთელი ჩემი ცხოვრება ეგ პრობლემა დგას. სულ პოსტები იწერება, სულ ბაღებში ჭხუბია, არ მოიყვანოთ ვირუსიანი, არ მოიყვანოთ ვირუსიანი, მაგრამ მაინც მოყავთ, ხო? ანუ აი ესეთ პროტესტს არ აქვს აზრი. ანუ უნდა შევცვალოთ სტრატეგია. ჩვენი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და არა სხვისი. ასევე დაცინვაზე, ბულინგზე. ხა ბულინგი რა თქმა უნდა ისეთ საფეხურზე არ უნდა იყოს, რომ ბავშვის სიცოცხლეს და ფსიქიკას აზიანებდეს, მაგრამ ხა ბავშვებში ყოველთვის არსებობს რაღაც დოზით დაცინვა და ცუდი სიტყვების თქმა და აი შენ ასეთი ხარ და მე ისეთი ვარ და ასე შემდეგ. ჩემი შვილი მაგალითად მესამე კლასში რომ მიდიოდა პირველ დღეს, მაშინ მოდაში იყო, ესეთი ფილმი იყო, კარატისტი ბიჭუნა. საკმაოდ აზრიანი, კარგი მოტივატორი ფილმი იყო ბავშვებისთვის და ჩემი შვილისთვის იყო ალბათ როგორც ყველა ბავშვისთვის რაღაცნაირად კუმირი, ეს გმირი. და მთხოვა, რომ აი პირველ დღეს რო წავა სკოლაში, რადგან გრძელი თმები ქონდა, მეც გამიკეთე ასე ეს აფრიკული ნაწნავებიო და 1 საათით ადრე ავდექი, რომ გამეკეთებია მისთვის. იმიტომ რომ არასოდეს არაფერს ვუშლი და ყოველთვის პირიქით ხარს ვუჭერ, თუ რამე უცნაური ან ორიგინალური უნდა, თუ ვინმე ან თვითონ აზიანდება ამით. და ეხლა მეზობელი ნათელას გამო არასოდეს არ მithქვამს ჩემი შვილებისთვის რამეზე უარი. და ნუ მოკლედ გავუკეთე ეს აფრიკული ნაწნავები, ჭკუაზე არ არის, მიდის სკოლაში და აუცილებლად წინა დღით გავესაუბრო მაგ საკითხზე, იმიტომ რომ ვიცოდი რაც მოყვებოდა. და დავისვი და ავხსენი. ხვალ აუცილებლად დაქცინებენ ბავშვებიც და მშობლებიც სხვათა შორის. ბევრისგან გაიგონებ, აი ქალოია, ვაიმე ნაწნავები აქვს, ვაიმე კიკინები აქვს, ეს რა კაცია და რაღაც გავს რეპლიკებს, მაგრამ შენ უნდა იცოდე ერთი რამ. როდესაც ადამიანი დაქცინის, ან რაღაცა ცუდს გეუბნება და გიკეთებს, პირველ რიგში უნდა გაიაზრო, რომ იმას რაღაც ფსიქიკური პრობლემები აქვს თვითონ და ამის კომპენსირებას ახდენს სხვაზე ზიანის მიყენებით. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მას შეხედე უფრო სიბრალულით, ვიდრე ბრაზით. და მეორე,
ადამიანი როცა დაქცინის, მას უნდა შენგან უკუ რეაქცია. ანუ უნდა გაგაბრაზოს, გაწყენინოს, წყობიდან გამოგიყვანოს და თუ კი შენ იმას მისცემ, რაც მას უნდა, ანუ გაბრაზდები და წყობიდან გამოხვალ, ის აუცილებლად სერიებად გააგრძელებს ასეთ ქცევებს. ხოლო თუ კი შენ არ მისცემ იმას, რაც თვითონ უნდა, ანუ იგნორს გაუკეთებ, აისხლიტავ, ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ გააკეთებს იგივეს და მერე დაიღლება, ან თავის ეტყვის, რომ რა დებილობას ვაკეთებ ახლა. აზრი არა აქვს და ანუ არა აქვს ამ ადამიანის რეაქცია და მოდი რა. და უკეთ ვასწავლე, რომ აი როდესაც ასეთ რაღაცებს გეტყვიან და შენ შინაგანად გწყინს ან ბრაზდები, გარეთ ეს არ გამოუშვა და მოიგერია ესეთი ჟესტით. ანუ როცა დაქცინიან, ან უნდა შენ ნერვების მოშლა, შენ უბრალოდ გაუღიმე და უთხარი უსიტყვოთ, რომ იცი რა, ჩემს არაფერს არ ნიშნავ და რაც გინდა ისქენი. და სხვათა შორის დამიჯერა და ძალიან კარგად იმუშავა ამ მეთოდმა. ანუ აღარც თვითონ ეშლებოდა ნერვები და ის ბავშვებიც მალე ჩერდებოდნენ. მე პირადად, როგორც მშობელს, მირჩევნია, რომ ჩემ შვილს დასცინონ, ვიდრე ჩემმა შვილმა დასცინოს. და ნამდვილად მებრალება ეგეთი ბავშვები, იმიტომ რომ ბავშვი ყველა კარგი იბადება, გააჩნია, მაგრამ ვის ხელში იზრდება. მოკლედ არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ესე მოკლე შეჯამება რომ გავაკეთო, ჩემი აზრით, ჩვენს საკუთარ და ოჯახურ პრობლემებს სხვაგან ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ. სხვა შენ შუაზე არასდროს გაივლის და სხვა არ გააკეთებს იმას, რაც შენ გინდა ან არ გინდა. და გარემოსგან შემოთავაზებული ცუდი ჩვევების ასასხლეტად ანტიდოტი ჩვენ უნდა დავახვედროთ ოჯახში ბავშვებს. ანუ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ ჩვენს შვილებთან, ჩვენს ოჯახში, ჩვენს ქმრებთან და არა სხვებთან. ეს არც პრობლემას აგვარებს და ბოლოს-ბოლოს დამამცირებელია.